ამჯერ მონახულობს I drink coffee and I know things. 39 ეპიზოდის თემა არის ენისა და ტრადიციების დაცვა. ენა და ტრადიციები ეს არის ორი უმთავრესი რამ, რაც ერის იდენტობას, ნამდვილობას, გამორჩეულობას, სიძვირფასეს ინახავს. უფრთხილდება, უვლის, პატრონობს, მაშინაც თუ ერის ცალკეული წევრები არ ზრუნავენ ამ ნამდვილობაზე. თუმცა გადამეტებული გლობალიზაციის პროპაგანდის და გონებრივად განუვითარებელი ადამიანების გამო იბილწება ენა, ერთი და ორი კი არა, ასობით უცხო სიტყვების ჩანერგვით, ბარბარიზმებით. ძალით დამახინჯებული ფონეტიკით და ტრადიციები დაცინვის საგნად იქცევა ხოლმე. ცხადია, არის გარკვეული ტრადიციები, რომლებიც უნდა გაქრეს. აღარ არის საჭირო, პირიქით ზიანის მომტანიც კი არის, მაგრამ უმეტესი ნაწილი მაგალითად ქართული ტრადიციებისა, ადათ-წესებისა საფუძვლიანად მნიშვნელოვანი და ღირებულია. იმისთვის არის წარმოშობილი შექმნილი, რომ დროს გაუძლოს, დროის დასასრულამდე დარჩეს და იმის იქითაც კი წავიდეს. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ასეთი პირდაპირი ბრძოლაა დაწყებული კონკრეტული ენის სიწმინდესა და ადათ-წესებთან, ეს ნიშნავს, რომ ამ ერის განადგურება სურთ, როგორც სიღრმისეული, ნამდვილი, განსხვავებული ძვირფასი რაღაცის. ცუდს და უაზროს არასდროს არავინ ებრძვის, ეს უკვე მე მგონი ყველა მიხვდა ამას. მხოლოდ კარგს უწევს გადარჩენისთვის ბრძოლა. მთლიანად ის კაცობრიობის ისტორიის მანძილზე რომ დაუკვირდეთ, ყოველთვის ეგრეა. და რატომ და რისთვის? იმისთვის, რომ როცა ენა და ტრადიციები იბილწება და განადგურებას იწყებს, ანუ ერის იდენტობის არქივი, ანუ ენა და ტრადიციები, როცა ეს ყველაფერი განადგურებას და გაქრობას იწყებს, მერე თავად ერი იწყებს უკვე გაფერმკრთალებას, გაუბრალოებას, გაუაზროებას და იდენტობა დაკარგული ხალხის მართვა უკვე უმარტივესი ხდება. ამიტომ ენის სისუფთავის, სიწმინდის დაცვა და ტრადიციების თუნდაც ოდნავ გამაღიზიანებელიც რომ ჩანდეს ისინი, არასდროს იქნება გოიმობა და როგორც იტყვიან, უდონობა. შეიძლება ძალიან სიამოვნებდეს ინგლისური, რუსული, ფრანგული სიტყვების გამოყენება ქართულად საუბრისას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფრო მაგარი, მომხიბვლელი და ასე თქვა, კაი ტიპობაა გამართული, დაუბინძურებელი ქართულით საუბარი, რადგან ამით შევეშვათ სამშობლოს წუთით. პირველ რიგში საკუთარ თავს ვექცევით უპატივცემულოდ. და რატომ? თორე კი ღმერთმა ასეთ საოცარ ქვეყანაში ქართულად მოგვავლინა. ყველაფერი ჩვენი რომ გვაქვს, აღარ ჩამოთვლი ჩვენ სიძვირფასეებს. და კიდევ მეტი გვექნებოდა მტერს, რომ ამოსუნთქვის საშუალება მოეცა. აი ასეთი მაგარია ქართველობა და რატომ უნდა გვინდოდეს სხვა ერის მიბაძვა, მათი ენის და ჩვევების გადმოტანა. როგორც არ უნდა ეცადოს ჭიანჭველა რომ ფუტკრად გადაიქცეს, როგორც არ უნდა მიბაძოს ფუტკარს, მაინც ჭიანჭველად დარჩება. არა და რას ჭირს ჭიანჭველას ხომ ფუტკრის მისაბაძი. ერთი თავს ვერ ამზადებს, თორე გონიერებით და შრომის მოყარეობით სულაც არ ჩამოვარდება ფუტკარს ჭიანჭველა. ასე ვართ ჩვენც, შეიძლება ბევრი ფული, ცათამბჯენები და სხვა მატერიალური სიძვირფასეები არ გვაქვს, მაგრამ არავის ნაკლები არ ვართ და ჩვენც გვაქვს ჩვენი სიძვირფასეები ქართველებს. ასე და ამგვარად ენისა და ტრადიციების მოფრთხილება და დაცვა პირველ რიგში არის საკუთარი თავის პატივისცემა და თუ სამშობლო არ გვიყვარს, ჩვენი თავი ხომ მაინც გვიყვარს. სამშობლოს სიყვარული ერის იდენტობის და გამორჩეულობის დაცვითა და შენარჩუნებით იწყება ჩემი აზრით.